მოგესალმებით მეგობრებო, დასრულდა 2026 წლის UFC-ს პირველი ივენთი, სადაც მომსწრე ვიყავით ეგრეთ წოდებული UFC Paramount-ის ერის დასაწყისისა. დღეს სწორედ ამ ივენთზე ვისაუბრებთ. რა იყო ახალი, რა ნახეთ განსხვავებული და რა თქმა უნდა სტანდარტულად გავარჩიოთ კიდევაც ბრძოლებს. თუმცა მანამდე შეგახსენებთ, თუ მოგწევთ ეს ვიდეო შეგიძლიათ მოიწონოთ და ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი. რაც შეეხება უშუალოდ ივენთს, იყო პატარა ცვლილებები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება შეგვემშნიან, იქ იყო რაღაც პატარა განსხვავებები მუსიკალურ გაფორმებებში, სხვადასხვა ეპიზოდებში. იყო კიდევ რაღაც ისეთი ცვლილებები, რომელიც შეიძლება სულაც არ იყოს მნიშვნელოვანი. თავარი რაც თვალში მოხდა, რაც ალბათ შეიძლება ვთქვათ მნიშვნელოვანი ცვლილება ის რომ აშკარაა რომ უფრო მეტად არის დახუძული რეკლამებით UFC-ს ტრანსლაციები. გულისხმობ რეკლამები ადგილობრივი ბაზრისთვის. ჩვენ ამ რეკლამებს ვხედავდით, უბრალოდ აშკარად ეთყობოდა რომ განსაკუთრებით ბრძოლებს შორის და სხვათა შორის ასევე რაუნდებს შორის რაღაცა დროს გარკვეული პერიოდი არა მთლიანად შესვენების მთელი დრო, არამედ რაღაცა პერიოდი, იქ ხდები, იქ ისე ხდება ცვლილება, ხმის და ისე წყდება, ასე ვთქვათ, კომენტატორების ხმა, რომ აშკარაა, რომ სავარაუდოდ ამ დროს რეკლამა გადის, რომელსაც კიდევ ერთხელ გამოვიდეთ, ჩვენ ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენთვის არის განკუთვნილი. სხვა ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მაინც ჯერჯერობით ყოველთვის არ შეგიმჩნევია. ის რაც შევამჩნიეთ, კარგია თუ ცუდია, ალბათ ჯერ ადრეა საუბარი, შევხედოთ კიდევ რამდენიმე ივენთს და უფრო ასე ვთქვათ, ჩაგვიждდება ხმაში, კარგია თუ ცუდია. ერთი რაც ამ ივენთზე ძალიან არ მოგვეწონა, თუმცა ეს არ არის ჩემი აზრით ცვლილება, უბრალოდ შეცდომაა და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ივენთებზე მას გამასწორებენ. ეს იყო კანვასის მდგომარეობა, ანუ თვითონ ოქტაგონის იატაკზე რაც არის გაკრული. ალბათ თქვენ შეამჩნევდით, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან უცურავდა ფეხი მებრძოლებს. სხვადასხვა თავიდანვე ხშირი, თითქმის ყველა ბრძოლაში იყო 1-2 ასეთი ეპიზოდი, თუმცა რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო არ ვიცი ეს ოფლის გამო თუ რის გამო სველდებოდა უფრო მეტად და რის გამო, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ეს ხარვეზი კიდევ უფრო მატულობდა და აი ბოლო ბრძოლაში AG პირველ ბრძოლაში ხო საერთოდ თითქოს ეს დაბეჭდება იყო რომ ჰოკეის მატჩებში რომ ჩხუბობენ ჰოკეისტები თან სერიალებენ და თან ჩხუბობენ რაღაც ისეთი ცოტა არ იყოს და კომიკური ეპიზოდები იყო თუმცა ნამდვილად არ იყო ეს სასაცილო პირიქით მე ვფიქრობ ეს იყო ძალიან სერიოზული ხარვეზი და ზოგადად სხვათა ამაზე არ უსაუბრიათ არც პრესკონფერენციაზე მაგრამ დარწმუნებული ვარ თვალში მოხდებოდა ეს ყველას ხელმძღვანელობაში და სერიოზული საუბრებიც ექნებოდათ იქ შიდა მენეჯმენტში. ყოველთვის მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კონკრეტული ხარვეზი, უბრალოდ კონკრეტული პერსონალის, კონკრეტული ტიპების შეცდომა იყო, ან შეცდომა იქნება თუ არ ვიცი. რა დავარქვა, ყოველთვის ეს ხარვეზი ამისგან არის გამოწვეული და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აღარ გამეორდება შემდეგ ივენთებზე. ახლა მოდი გადავიდეთ უშუალოდ ბრძოლებზეც, შევეხოთ უშუალოდ ბრძოლებსაც. დავიწყოთ პრელიმ კარდით, პრელიმ კარდში 4 ბრძოლა ქონდა. 2 ბრძოლაზე სხვადასხვა ივენთამდელ გარჩევაზე არ გვისაუბრია, როგორც სხვადასხვა მიზეზით არ გვისაუბრია, რაც შეეხება ალექს პერესსა და ჩარლზ ჯონსონს შორის ორთა ბრძოლას, ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან როდესაც ვიდეოს წერდი და როდესაც ვიდეო დავდე, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ ეწერა პრელიმებში, ნაადრევ პრელიმებში, შესაბამისად, სიდარიგით არ უნდა გქონოდა ეთერში და ამიტომ არ ვისაუბრე. ნახეთ ალბათ ეს ბრძოლა, პრინციპში რაც მოხდა, აქ ჩემთვის არის აბსოლუტურად ლოგიკური, ვინაიდან ამ ორ მებრძოლს შორის მე ვფიქრობ, რომ არის კლასში სხვაობა. მე არ ვამბობ, უზარმაზარი სხვაობა და რაღაცა, მაგრამ მოდი მე ასე ვიტყოდი, ჩემი აზრით, ჩარლზ ჯონსონი, აი ამ ასეთ კონკურენტულ უსულუქეს დივიზიონში, როგორც ახლა არის. მე ვფიქრობ, რომ ჩარლზ ჯონსონი არის დაახლოებით ესე ტოპ 15-ის დონის მებრძოლი და არანაირად ტოპ 5-ის, ის კი არა ტოპ 5-ში რო შევა და გამოვა ესეთი.
და რა შეიძლება ალექს პერესი დიდი ხანია ტოპ 5-ის დონის მებრძოლია, ახლა შეიძლება ამ წუთას არ არის შეიძლება ტოპ 5-ში და ჩამოქვეითებულია, მაგრამ ზოგადად არის ძალიან მაღალი დონის მებრძოლი, ჯონსონის მაღალი დონის არის, მაგრამ ნუ დონებში მაინც არის სხვაობა. და აი თუ შეხედავთ თან, აი მით უმეტეს თუ შეხედავთ ალექს პერესის ბოლო ბრძოლებს, კი, მას აქვს ბოლო გეტყვით ახლავე ბოლო 7 ბრძოლაში 5 მარცხი, მაგრამ მიაქციეთ ყველა ვისთან აქვს ეს მარცხები. ხო დეივისონ ფიგუერედო, ალესანდრე პანტოჟა, მოჰამედ ვოკაევი, ტაცურო ტაირა, ყველა საჩემპიონო დონის მებრძოლია. და კიდევ ერთი მარცხი აქვს ასუ ალმაბაევთან, რომელიც შეიძლება ხალხად განიხილებოდეს საჩემპიონო დონის მებრძოლად. თუმცა კაცმა არ იცის. ვაცადოთ ჯერ ამ ახალგაზრდა ყაზახ მებრძოლს. ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგი მებრძოლია და ისიც ვთქვათ, რომ მასთან პერესმა წააგო მესამე რაუნდში დაუშვა შეცდომა და გილოტინაზე დაიჭირა ის ყაზახმა. და იქამდე ძალიან კარგად მიყავდა ბრძოლა ალექს პერეს და ნუ ულაპარაკოთ იგივდა სხვათან ძალიან დამაჯერებ. დამაჯერებლად გულისხმობ ეტყობოდა ასე კლასი, ასე ვთქვათ. ალექს პერეს. ასე რომ ის რომ პერესი ჯერ კიდევ მაღალი დონის მებრძოლია, მაღლესი დონის შეიძლება ითქვას, მე ამაში ისეც დარწმუნებული ვიყავი და ამ ბრძოლამაც ის დაადასტურა თავიდან ბოლომდე უკეთესი, მოდი ვთქვათ, ალექს პერესი და ის ნოკაუტის ახლა ნამდვილად არ იყო შემთხვევითი დამეთანხმებით ალბათ. შეგახსენეთ პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგო ალექს პერესმა. მეორე ბრძოლა პრემიერ კარტში იყო ნიკიტა კრილოვსა და მოდესტას ბუკაუსკას შორის. ამ ბრძოლაზე არ ვისაუბრებ, ვინაიდან დიდად არ მაინტერესებდა ეს ბრძოლა და ეს მებრძოლები დიდად არ მაინტერესებს. მაპატიოს განსაკუთრებით ბუკაუსკასმა, ნიკიტა კრილოვს არ მაქვს საერთოდ ლაპარაკი. მოდესტას ბუკაუსკასი იცით რა არის, რაღაც ამ მებრძოლს თავიდანვე რაღაც არ მივიჩნიე რაღაც განსაკუთრებით ისეთ პერსპექტიულ მებრძოლად, რომელმაც შეიძლება გარკვეულწილად რაღაც ეტაპზე მაყურებლების დიდი ყურადღება მიიპყროს, მე შეიძლება შევცდე, რა თქმა უნდა, არ ვამბობ და არ დავუსვიხაზე, მაგრამ მე ასეთი ახლა მაგრამ მქონდა ამბიც სხვა შორის კარგი სერია აქამდე. ამ ბრძოლაშიც სხვადასხვა თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ მე ვერ გავიგე სიმართლე ვთქვათ ბუკაუსკას საერთოდ რა უნდა და რა გეგმა ჰქონდა, იმიტომ რომ ნუ გასაგები იყო რომ ფეხზე უნდა იჭყვა ბუკაუსკას, მაგრამ ის გასაგები იყო რომ კრილოვი შიგადაშიგ ჭიდაობას აურევდა, მაგრამ პირველივე ჭიდაობის მსვლელობის შემდეგ, კრილოვის ჭიდაობის მსვლელობის შემდეგ, რომელიც სხვა შორის კრილოვს არ გამოვიდა გულისხმობ თექდაუნი, პატარა ცოტა კონტროლი გამოვიდა გალიასთან, მაგრამ თითქოს ამან შეაშინა ბუკაუსკასი და იმის შემდეგ იყო საოცრად პასიური და ნეტუთან ეს იდგა და მუდმივად უკან იხევდა. ხელებით არც მუშაობდა, კი შეიძლება უკან გაიხიო, უკანა ფეხიდან იჭუბო, რაღაცა მეორე ნომრად იჭუბო, მაგრამ აი ჭუბი არ ერქვა ბუკაუსკასი. არ ვიცი, ზოგადად ეს ბრძოლა ვერ ვიტყვით რომ განსაკუთრებით სანახაობრივი იყო, ისე როგორც უმეტესობა ბრძოლების მოდი ვთქვათ და სხვა შორის იმით გამოირჩეოდა ეს ივენთი, რომ უმეტესობა ბრძოლებში გვესმოდა მაყურებლის უკმაყოფილო სტრენა. მისგან უკმაყოფილება, რა თქმა უნდა ეს არ ეხებოდა თავარ ბრძოლას, რომელიც წინვალე გამოვიდა და არც ბევრ ბრძოლას. გულისხმობ ჟინ სილვასა და არნოლდ ალენს შორის ბრძოლას ნამდვილად არ იყო დასაწუნი, მაგრამ დანარჩენი ბრძოლებიდან უმეტესობა მართლაც მთლიანად თუ არა დიდი ასე ვთქვათ პერიოდი ამ ბრძოლებისა იმსახურებდა სტრენას და ამიტომ არ არის ეს გასაკვირი. ასე რომ მთლიანობაში მოდი ვაღიაროთ რომ ისე რომ ივენთის შეფასებას მთლიანად ალბათ ის თვათ ისეთი არ გამოვიდა როგორც უდოდათ დაუშვათ იგივე ორგანიზატორებს UFC-ის მხრიდანაც და Paramount-ის მხრიდანაც. ხო რაც შეეხება კრილოვსა და ბუკაუსკას შორის ბრძოლას, ამას დიდი ხანი არ გავაგრძელებ, უბრალოდ აღნიშნოთ ის რომ ძალიან ეფექტურად დასრულდა ეს ბრძოლა, ვინაიდან ბოლო წამებზე ფინიშები რა თქმა უნდა ზოგადად ძალიან ახალისებს და გარკვეულ დრამატიზმს მატებს რაღაცა ჟანრის კლასიკაა და რატომაც არა ყოველთვის მოწონს ეს მაყურებელს. 3 წამით ადრე თითქოს ყველაფერი მიდიოდა გადაწყვეტილებამდე, მაგრამ 3 წამით ადრე ბრძოლის დასრულებამდე
მესამე 4 წუთსა და 57 წამზე ოფიციალურად დაფიქსირებულია ბრძოლის შეწყვეტა. ნიკიტა კრილოვმა ბრუტალურ გათიშა მოკლედ როდესაც ბუკაუსკასი. ხო, თუმცა რომც არ გაეთიშა, პრინციპში გამარჯვებული მაინც კრილოვი იქნებოდა იქ მეთანხმებით ალბათ რომ აშკარა იყო, რომ კრილოვი უკეთესი იყო ამ ბრძოლაში და რო არ გაეთიშა, მაინც მას დარჩებოდა გამარჯვება, თუმცა რა თქმა უნდა უკეთესია მისთვის რომ ეფექტური ნოკაუტი ჩაიწერა. შემდეგი ბრძოლა იყო ატება გოტიესა და ანდრეი პულიაევს შორის. ამ ბრძოლაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, აშკარა იყო და ყველა ელოდა ატება გოტიესგან ნოკაუტს, ძალიან ნაკლებ სავარაუდო იყო ყველასთვის რომ ბრძოლა გასწრებოდა პირველ რაუნდს და პირველ რაუნდს კი არა, საერთოდ გაწოლებამდე მივიდა. და ეს არის პირველ რიგში ატება გოტიეს ბრალი, კი შეიძლება ვინმე მეკამათოს და ანდრეი პულიაევმა კარგი გამძლეობა გამოავლინა, ნამდვილად გამოავლინა ამ მხრივ გამძლეობის პულიაევი უნდა შევახოთ, მაგრამ თქვათ რომ ატება გოტიეს ტრანსფორმაცია ცოტა არ იყოს და გასაკვირი იყო. ეს არ იყო, ასე არ იყო. გოტი ასე რაღაცა ძალიან დაბალ ტემპში, ძალიან თითქოს აკადემიურად. არ ვიცი ეს რატო გააკეთა ატება გოტიემ, ყოველთვის დიდად კმაყოფილი ამით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ბრძოლა რომელიც ძალიან დამაჯერებლად მოიგო ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება ვინმეს მაინც დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ მე ვიტყოდი რომ მაგალითად მესამე რაუნდი შეიძლება თულად წააგო ატება გოტიემ და თან მესამე რაუნდში დაიღალა გოტია. აშკარად დაიღალა და ეს შემთხვევითი არ არის, უბრალოდ ატება გოტიეს სტილი ეგეთია, მარჯვენა ხელს იქნევს, თელ ძალას დებს ყველა მოქნევაში, ასეთია ის და ბუნებრივია, რომ ყოველთვის დაიღება ასე თუ იბრძოლებს, თუ ასე არ უნდა იბრძოლოს. გასაგებია პულიაევის დონის მებრძოლთან შეიძლება მაინც მოიგოს და მოიგო კიდეც, მაგრამ ცოტა უფრო სერიოზულად მეროქეთებს შეხვდება აუცილებლად დაისწრება ატება გოტია. იქ გავიხსენოთ პულიაევისგან მარცხენა ბოდიკიკები, რომელიც რა ვიცი, ასეთ ამდენი ბოდიკიკი სუფთად და ღვიძლის არეში თუ გავუშვათ და ღვიძლის არეში ხდებოდა ყველა ადრე თუ გვიან კი არა, საკმაოდ ხშირად შეიძლება ჩაიკეცოს ელემენტარულად ატება გოტია და უბრალოდ დათმოს ბრძოლები, რომელიც სულაც არის აუცილებელი დათმოს. ხო, ცალკე თემა შეიძლება ვინმე თქვას რომ იმან არ მიცა საშუალება, მეტოქის ბალია მას შემდეგ არა ვინც ამასურებს ძალიან კატეგორიულად არ დავეთანხმები და უბრალოდ ვეთქვი რომ ნახოს ბრძოლის დასაწყისი, როდესაც ძალიან ღრმა ნოკდაუნში გაუშვებს ატება გოტია პულიაევს, აი მოწყვეტი და გაშლილი, გამართული ეცემა ხელები დაშვებული თან. პულიაევი აი როგორ ეცემა, იცით, აი სანამ გაირკვევა ბოლო ნოკაუტშია თუ ნოკდაუნში, მე ვთვლი აი როგონია რომ ეს უეჭველი ნოკაუტში ვარდებაო, დავარდება და ვეღარც ადგებაო. აი ეს მოწყვეტით რო ეცემა და თან აშკარად ითხოვდა იქ სიტუაცია რომ ground and pound-ით მივარდნო და დაეფინიშებინა. თუმცა რატომაც გაჩერდა იქ და არ მივიდა ასე ვთქვათ დასამატებლად. აქაც შეიძლება ვინმე თქვას რომ რა მოხდა ხო აკეთებენ ეს მებრძოლები, მაგათაც შინსილვა აკეთებს ხშირად იგივე შინსილვას თანაგუნდელი პატეში აკეთებს ამას, მაგრამ სამაგამაში რომ გოტი არ აკეთებს ამას, ანუ ყველას თავისი სტილი აქვს, თავისი ხასიათი, თავისი ასე ვთქვათ მანერა აქვს ბრძოლის, ხო ატება გოტის მანერა ეს არ არის პირიქით. ძიმე დარტყმა და შემდეგ ტერმინატორის რეჟიმი ერთვება მას და მის დაგვარ მებრძოლებს და მიდის ასე ეს ყველაფერი თავდება იმით რომ საჯი უბრალოდ სიკვდილისგან იხსნის ხოლმე მეტოქეს, ასეთი მებრძოლების მეტოქეებს, იმიტომ რომ კლავენ უბრალოდ ასე იქცეოდა აქამდეც გოტია და ეს იყო ატება გოტია. აქ რატომღაც ძალიან აშკარად აი ელოდებოდა, არც ფიქრობდა უბრალოდ მიახლოებას არ ფიქრობდა, ელოდებოდა როდის წამოდგებოდა მეტოქე და ნუ ხო არ ვიცი მე შორს არ მინდა ახლა ვისაუბროთ რაღაცა შეთქმულების თეორიებზე. ნუ მოდი ჩავთვალოთ რომ ატება გოტიე ცადა ასე ვთქვათ დაუფლებოდა იმ ბრძოლის იმ მანერას, რომელსაც აქამდე დიდად არ იყენებდა და ცადა ასე ვთქვათ აკადემიურ ისეთ მშვიდ დისციპლინებულ სტილში გადაწყვეტილებ ძელვადიან გახანძლიერ ბრძოლაში გამოეცა თავი მით უმეტეს რომ ხა მეტოქე იცოდა რომ ისეთი იყო რომ უნდა მოიგო ყველა ვარიანტში. ალბათ, ნუ ასე ჩავთვალოთ ყოველ შემთხვევაში. მით უმეტეს რომ ზოგადად სხვა შორის ეს ატება გოტიეს ჭირდება, იმიტომ რომ გასაგებია რომ ძალიან
როგორც წესი თიშავს პირველ რაუნდში და სულ პირველ რაუნდში თიშავს ძირითადად მეტოქეებს, მაგრამ ბუნებრივია რაც უფრო გაურთულდება მას ოპოზიცია და რთული და სერიოზული მეტოქეები დახვდება მას გზაზე, ხო? ყველას ასე ვერ მოუგებს. იდეაში ეს ჭირდება მაგრამ. თუმცა აშკარაა რომ ამისთვის ძათ არ არის. ანუ ახლა ეს მისი არ არის და თუ ამის დახვეწას აპირებს ნამდვილად დახვეწოს ეს ასე ვთქვათ მანერაც ბრძოლის და ნუ მართლა უნდა მიხედოს ამას, იმიტომ რომ აშკარაა რომ აქ არ გამოიყურებოდა კარგად ამ ხრივ ატემაგოტიას. მათ შორის თუ დათვლით სტატისტიკას ამ ბრძოლაში დარტყმებით, ფაქტობრივად ყველა რაუნდში მეტი დარტყმა ჰქონდა პულიაევს. უბრალოდ ისე ურტყავდა გოტიე, რომ ლამის ყველა დარტყმა ნოკდაუნი იყო. მგონი ბოლო რაუნდში არ იყო ერთადერთი ნოკდაუნი, პირველ და მეორე რაუნდში რამდენიმე ნოკდაუნი იყო, ზუსტად არც მახსოვს. ერთი და ორი კი არა, ნუ მეტი. ეს იყო სულ რაც შეეხება გოტიესა და პულიაევის ბრძოლას და ორი ბრძოლა დაგვრჩა, ორი არა, ერთი ბრძოლა დაგვრჩა პრელიმ ქარტში, უმარ ნურმაგომედოვი დეივისონ ფიგუერედო. აქ ვისაუბრეთ, აქაც ისე როგორც წინა ბრძოლაში ჩვენც გავამახვილეთ ძალიან დიდი ფავორიტი ყავდა წყვილს, წინა შემთხვევაში თუ გოტიეზე იყო ბუნებრივია საუბარი. აქაც ვისაუბრეთ უმარ ნურმაგომედოვის მარცხნივ ვერ ვხედავდი და ვერ წარმოვიდგენი და ვერ წარმოგვედგინა უბრალოდ რა იარაღებით უნდა დაამარცხოს ის დეივისონ ფიგუერედო, თუ რაღაცა გავთვალებს არ მოხდა, რა თქმა უნდა MMA-ია და ყველაფერი ხდება. და ასეც მოხდა პრინციპი ბრძოლა მაჩვენა რომ არაფერი არ ქონდა არგუმენტი დეივისონ ფიგუერედოს იმისი რომ ასე ვთქვათ თუნდაც ეჭვის დონეზე ეჭვი გაჩენოდა ვინმეს იმისი რომ მარიამ ბრძოლას ვერ მოიგებდა. ძალიან კარგია დეივისონ ფიგუერედო ზოგადად გარკვეულ კომპონენტებში არა ერთ და ორ კომპონენტში, რამოდენიმე კომპონენტში MMA-ში, მაგრამ პრობლემა მისი ამ ბრძოლაში ის იყო რომ ზუსტად იმ კომპონენტებში მინიმუმ არანაკლები კი არა მოდი ვთქვათ რომ ბაზე უკეთესი იყო უმარ ნურმაგომედოვი თან პლუს გაბარიტებში იყო დიდი სხვაობა, ფიზიკაში დიდი სხვაობა და ნუ ასეა, როცა დაახლოებით კი არა თითქმის ერთიანი სტილის მებრძოლები ხდებიან, იქ ვისაც აქვს ფიზიკაში და გაბარიტებში უპირატესობა, ის იგებს როგორც წესი ყველა შემთხვევაში. ასეც მოხდა აქ და ბრძოლის მსვლელობაში უბრალოდ არ ჩანდა რა უნდა ეკნა დეივისონ ფიგუერედოს ბრძოლას რო უყურებდი ძალიან ხშირად მიყვარს წარმოდგენა და ასე ვთქვათ ყოფილა კიდევაც რაღაც რჩეველი მებრძოლების ზოგადად და მიყვარს ეს საქმე, მაგრამ აი ეს ის ბრძოლაც დეივისონ ფიგუერედოს კუთხეში ყოველს არ ვისურვებდი ნამდვილად, მეც არ ვიცოდი რა უნდა მერჩია დეივისონ ფიგუერედოსთვის, რა უნდა მერჩია რაღაცებს იურჩევდა ადამიანი, მაგრამ რეალურად ძალიან მცირე შანსი ჰქონდა უმარის წინააღმდეგ. სტილისტურად საშინელი მეტოქე იყო უმარი დეივისონისთვის და პირიქით დეივისონი ძალიან ხელსაყრელი. უმარისთვის პრინციპში არა პრელიმ კარდი თავიდან ბოლომდე ყველა ბრძოლა პრელიმ კარდის გავარჩიეთ. მოდი ახლა გადავიდეთ თავარ ქარტზე. სანამ გადავალ თავარი ქარდის ბრძოლებზე, შეგახსენებთ რომ თუ მოგწონთ ეს ვიდეო შეგიძლიათ მოიწონოთ და ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი არხი. თავარი ქარდი მართლა ძალიან საინტერესო იყო თავიდანვე, ანუ ივენთამდეც ბევრი ვისაუბრეთ. განსაკუთრებით იმ ხრივ იყო საინტერესო, რომ უმეტესობა ბრძოლებში უმრავლესობა მაყურებლისა ხედავდა, რომ ერთ-ერთი იყო უპირობო ფავორიტი და აუცილებლად გათიშავდა მეორეს. ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ ასე მარტივად არ არის, არ უნდა ყოფილიყო საქმე და არც იყო, როგორც აღმოჩნდა. დავიწყოთ პირველი ბრძოლა, ჟინ სილვა ხდებოდა არნოლდ ალენს და ნუ უმეტესობა ფიქრობდა, უბრალოდ შეჭამდა ჟინ სილვა და საერთოდ პირველი რაუნდის იქით ბრძოლა არ უნდა დასულიყო, აუცილებლად მალე უნდა გაეთიშა ჟინ სილვა. ვისაუბრეთ ჩვენ ამ ბრძოლაზე და გამოვთვლით კიდევაც მოსაზრება, რომ ასე მარტივად არ არის. არ არის პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, ვინ არის არნოლდ ალენი. არნოლდ ალენი არასოდეს არ გამეორებ რაც მაშინ ვისაუბრე, რომ არასოდეს არ დაფინიშებულა და უბრალოდ დაფინიშებულა კი არა, არავის არ გადაულია მისთვის. კი მას აქვს მარცხები, წაუგია, მაგრამ აი გადავლით არავის არ გადაულია. ეს საკამდე ვერავინ ვერ მოახერხა. და თუ ფინიშია საუბარი, გამოთქვიდევაც იმ ვიდეოში, რომ თუ ვინმე დაფინიშდება, შეიძლება ჟესიდა უფრო დაფინიშდეს, ვიდრე არნოლდ ალენი თქო და უფრო მეტი ალბათობით გამოთქვი მოსაზრება, რომ ბრძოლა მივიდოდა გადაწყვეტილებამდე. და ასეც მოხდა.
რატო გადაწყვეტილებამდე ზოგადად როგორც შემდეგ აღმოჩნდა და ასეც იყო ბრძოლისობაში ბოლო რაუნდი იყო აღმოჩნდა გადამწყვეტი ანუ ბოლო რაუნდს ვინც მოიგებდა ის იგებდა ბრძოლას პირველი ორი რაუნდის შემდეგ ერთ საჭს ჰქონდა მისებული ორივე რაუნდი ჯენ სილვასთვის და ორ დანარჩებსაც კი რაუნდების მიხედვით ჰქონდა 1-1 შესაბამისად ბოლო რაუნდი რომ მოიგო არნოლდალეს არნოლდი ალინე იგებდა მე მომენტიც არის რა სხვადასხვა ეს ბრძოლა ესეთი იყო ჩემი აზრით ცოტა მე ცოტა გავაკეთე საჯებს იმ ხრივ რომ ნუ ჩემი აზრით ძალიან სამართლიანი იქნებოდა ამ ბრძოლაში შინ სილვას გამარჯვება სპლიტით ანუ გაყოფილი გადაწყვეტილებით კიდევ ახლა შინ სილვას დარჩება გამარჯვება თუ ვინმე გაიმარჯვა ამ ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვა შინ სილვა მაგრამ სპლიტს არ დავამბობ აი ვერ წარმომიდგენი ახლა რამოდენიმე უყურებო ბევრი ვიყავით ვინც უშუალოდ შემდეგ საუბრობდით ამ ბრძოლაზე პირველი რაუნდი სამივე მსაჯმა რომ მიცა ჟენ სილვას ეს იყო ძალიან გასაკვირი და ნუ არასწორი არ შეიძლება 3-დან სამივე ადამიანს დაენახა იმიტომ რომ არ იყო ეს ისეთი რაუნდი რომ აი აშკარად ჟენ სილვას რაუნდი იყო თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს სპლიტს მოიგებდა თუ ეცლუან გადაწყვეტილებას მნიშვნელობა არ აქვს თუმცა ზოგადად ჩვენ ვიცით რომ UFC-ში აქვს იმასაც მნიშვნელობა ვისი გამარჯვება არის უფრო არ ვიცი როგორ თქვა მას მოლოდინი თუ მოკლედ ის გამიდა რომ არნოლდ ალენი უკვე აღარ არის საინტერესო იყო პერიოდში საინტერესო იყო UFC-ს უბრალოდ გამოვიდა საინტერესო შეიძლება არის არნოლდ ალენი მაგრამ ჟინ სილვას სვლა უფრო საინტერესოა და მე მას კი არ ვამბობ ჟინ სილვას ეხმარებიან მეთქი უბრალოდ სავარაუდოდ საჯები ამ დროს ხილათ არიან ეხლა რომ რაღაცა შეცდომითან რაღაცა ცოტა ისეთი დაუკვირველობით არ გაუფუჭონ აღმასვლაზე მყოფ მებრძოლს ზა ნუ არ ვიცი ხა შეიძლება მე ხა გავაправე ზოგიერთ შემთხვევაში საჯების ცოტა ისეთ საკამათო გადაწყვეტილება მაგრამ ეს ფაქტორი არის რა მებრძოლი რომელიც მიდის წინ ნუ საჯი თუ ძალიან დარწმუნებული არ არის არ ეღობება მას ასე ვთქვა რა იმიტომ რომ ნუ აქ მარტო იმ მებრძოლში არ არის აქ თვითონ ორგანიზაცია ეს აყურებლები შემატკივრები სამყარო ფანები ხო ამას უფრო არ აპატიებენ თუ ეხლა მაგალითად მოდი ასე ვთქვა სულ თანაბარი ბრძოლა ყოფილიყო და აი კიდევ უფრო თანაბარი ხო კი მეც ვთვლი რომ მით უმეტეს მესამე რაუნდში განსაკუთრებით სულზე რომ დაარგა და გადახტა ესეთი ეფექტური ეპიზოდები კი რა თქმა უნდა ბევრ ამას წვეს მან ძალიან ბევრი ქულა დაემატა კი არც დარტყმა იყო შეიძლება არც არაფერი მაგრამ ესეთი ეფექტური რაღაცები მასაც ესეც მოქმედებს რა საჯებზეც და მაყურებელს ხო ხო და აი სულ წარმოგვიდგინე რომ სულ თანაბარი ბრძოლა რო ყოფილიყო საჯი მაინც ჩათლიდა რომ თუ რამე შემეშალა ხო არნოლდ ალენის წაგებას უფრო მაპატიებენ ვიდრე ფანები რა თქმა უნდა ხა ვინმე გადაიჭერდა ვიდრე დაუშვათ ჟინ სილვას რო შეცდომით რომ წაგება მივანიჭო მოკლედ ამის თქმა მინდა რომ გარკვეული რაღაცა სიმპათიები ყოველთვის არის იმისკენ ვინც უფრო ასე ვთქვათ იმ მომენტისთვის უფრო საინტერესო ხო თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ გამარჯვება თუ ვინმეს ეკუთვნოდა მართლაც შეიძლება ეკუთვნოდა ამ ხრივ არაფერი რა თქმა უნდა პრეტენზია არ უნდა გქონდეს შემდეგი ბრძოლა იყო ნატალია სილვასა და როუზ ნამაიუნას შორის და შეგვიძლია პრინციპში იგივე ვისაუბროთ იგივე საუბრობთ ხო შეიძლება ივენთამდეც ნატალია სილვა იყო ძალიან დიდი ფავორიტი და ნუ ეს არ უნდა ყოფილიყო ფლატ ასე მარტივად ასე და არც იყო როგორც აღმოჩნდა ძალიან კონკურენტული ბრძოლა შესთავაზა როუზ ნამაიუნასმა მეორე რაუნდი პირწმინდად მოუგო პირველი რაუნდი იყო ძალიან ახლო ჩემი აზრით შეიძლება ცოტა უფრო უკეთესი იყო ნატალია სილვა მაგრამ ასე ვიტყოდი რომ პირველ რაუნდში ნატალია სილვას უპირატესობაზე უფრო მეტი უპირატესობა ჰქონდა ასე ვთქვათ მეორე რაუნდში როუზ ნამაიუნას მესამე რაუნდში ცოტა უკეთესი იყო ნატალია სილვა ალბათ სწორი იყო გადაწყვეტილება რომ ნატალია სილვას მიანიჭეს გამარჯვება მსაჯება მაგრამ აქაც მე ვიტყოდი იგივეს რომ როგორ დავიჭი აი ზუსტად იგივე იმასთან გვაქვს საქმე რა ანუ ბევრად უფრო საინტერესოა ასე ვთქვათ ყველასთვის თუ ნატალია სილვა გავიდოდა უკვე სადიდლო ბრძოლაზე როუზ ნამაიუნას მოდით ასე ვთქვათ მაინც უფრო წარსულია ნაკლებ აინტერესებს ბევრად უფრო აინტერესებს ყველას მე სამყაროში ნატალია სილვას წინსვლა
ალბათ ისედაც იგებდა ამ ბრძოლას ნატალია სილვა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენია როგორ არ გასპლიდა და ესეც და როგორც ყველა სამი მსაჯმა ერთად როგორ დაინახეს, თუნდაც ის პირველი რაუნდი ჩემთვის ცოტა გაუგებარია. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რა მნიშვნელობა აქვს თუ ნატალია სილვა იგებდა სპლიტს მოიგებდა თუ ერთლოვანს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ის ფაქტია, რომ ასე მარტივად მართლა არ ყოფილა საქმე და იხელა ფავორიტად შედაცეს ნატალია სილვა. დაამტკიცა ბრძოლა მას, რომ მასე არ იყო და ბრძოლა იყო საკმაოდ ახლო. შემდეგი ბრძოლა იყო ვალდო კორტეს აკოსტა და დერეკ ლუისი. ნუ აქ პრინციპში ყველაფერი მოხდა ლოგიკურად. ვინც ერთადერთი აექვე თანხმებოდით ბუკმეკერებს, რომ ნამდვილად სწორი იყო ვალდო კორტეს აკოსტას ფავორიტობა და თუ გასult დაახლოებით ტაქტიკას გამოვიჩანეთ ვალდო კორტეს აკოსტასი პირველ რაუნდში და ნუ დასაწყისში პირველ ეტაპზე სანამ გზნობდა რომ დაიღალა მისი მეტოქე. აუცილებლად დისტანციიდან, შორიდან უფრო იმოძრავებდა ბევრს, ამოძრავებდა ბევრს ასევე დერეკ ლუისსაც და საერთოდ არ მივიდოდა ახლოს და უნდა ასეც იყო პრინციპში ფაქტობრივად ხელი არც არც მოხვედრია მანამდე სერიოზულად, რასაც ქვია მოხვედრა ძიმე წონის დოლარზე როცა საუბრობ და როცა უკვე იგზნო რომ დაიქრაცა დერეკ ლუისი, ცოტა გააქტიურდა, იქ ცოტა უკვე ხურავდა კიდეს დისტანციას და არ ვიცი დაწყებით თუ დაღლით, მაგრამ საბოლოოდ დაეცა დერეკ ლუისი და ძილს დაცემულს ძალიან მარტივად ტექნიკურ ნოკაუტით გამარჯვება მიითვისა ძილს დაცემულ დერეკ ლუისზე უკვე მიითვისა რა დაიმსახურა ვალდო კორტეს აკოსტამ დერეკ ლუისს ძალიან მაინტერესებდა რო არ დაეწყო ზემოდან და გრაუნდ ფაუდი რო არ დაემატებინა ვალდო კორტეს აკოსტას რამდენ ხანში ადგებოდა ესე თავისით საერთოდ მგონი კაი ხანი ვერ ადგებოდა. მოკლედ აქ ყველაფერი გასაგები იყო, საინტერესოა ვინ იქნება აკოსტას შემდეგი მეტოქე, რა თქმა უნდა ახლა აკოსტაზე რაღაცა განსაკუთრებულ ავანსებს არ გავცემთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დასაფასებელია ეს ბიჭი მართლა ძალიან კარგი სერია აქვს, თან რამდენს იბრძვის და სპეციფიური სტილი აქვს, თან თუნდაც ის რომ კი გასაგებია, რომ არ არის საინტერესო სანახაობრივი ბიჭი, მისი სტილი, მაგრამ ის რომ ძიმეტონის მებრძოლი ამდენი ხანი იბრძვის გამარჯვების სერიაზე და ფაქტიურად ხელი არ ხვდება. ეს ნუ გარკვეულწილად პატივისცემის ღირსია რა. ამას მოხერხება უნდა. ეს არ არის მართლა. ეს რაც შეეხება პირველ სამ ბრძოლას და გადავედით კომეინზე. შონ ομალი, იადონგ სონგი. აქაც დაახლოებით იგივე, რაზეც ვისაუბრეთ თავარი ქარტის პირველ ბრძოლაზე როცა ვიყავით გაჩერებული. შონ ომალის ძალიან სწრაფი ისელოდა ბევრი, მაგრამ არ უნდა ყოფილიყო ესე და არც აღმოჩნდა. იადონგ სონგი საკმაოდ კონკურენტული მებრძოლია, უბრალოდ რაც ამ ბრძოლაში გამოჩნდა და მე ამ ხრივ ძალიან გაწყვეტებული ვარ სონგი, გაწყვეტებული ამის გუშინვარკები კი არა, უბრალოდ ახალგაზრდა მებრძოლია და ძალიან დასანანია, რომ ასე მოიკოჭლებს საბრძოლო IQ-ში. ძალიან დასანანია. აი მოდი თუ გასვოთ პირველი რაუნდის ბოლო წუთი იყო დაწყებული, როცა ტეიქდაუნი შეასრულა, ამის მოინდობა, მაშინ პირველი ცდილობა ჰქონდა მაშინ ტეიქდაუნის დააგდო ის ერთი წუთი აკონტროლა უპრობლემოდ, მაგრამ ნუ ბუნებრივია ის ერთი წუთი არ იყო იმისთვის, რომ რაუნდი წაეღო, ხო, იმიტომ რომ მანამდე 4 წუთი ზე უკეთესი იყო შონ ომალი, შეიძლება რაღაც სასწაულიზიანი პირველ რაუნდში ვერ მიაყენა, მაგრამ ყოველთვის ჯობდა აშკარად ფერზე და თან რაღაც დამაჯერება. ძალიან მარტივი კითხვაა დასვა. აი პირველ ერთი წუთით ადრე რო არ წაექცია. გადამხსოვს და რო წაექცია დაუშვათ მესამე წუთს. ნუ 2 წუთი რო ყოფილიყო. და ის 2 წუთი რო ეკონტროლებდა. შემიძლია იმ რაუნდს მოიგებდა. იმიტომ რომ კი იყო უკეთეს ფეხზე შონ ომალი, მაგრამ პირველ რაუნდში მეორე ფეხა ზიანი და რაღაც აცხეთური დაყრდნობა არ ყოფილა ისეთი რო აი არის. ნუ ამ მიგოკლედ ტეიქდაუნს და 2 წუთიან კონტროლს შეეძლო გადაეფარა ის. და ისმის კითხვა რატომ მანამდე არ ცადა ტეიქდაუნი. ხო ცხადე ხო ხედავდა. კაი და მესმის რომ ჯერთი ჩემი აზრით ისედაც უნდა ქონდას გეგმაში. მესმის რომ თავიდანვე პირველივე წუთზე ფეხებში ვარ და არა, მაგრამ პირველი წუთი ნახევარი თუ მოუსინჯავდა. ფეხზე და თუ ნახავდა რომ ფეხზე ვერ ჯობნის და ამის ალბათ დიდი იყო რომ შონ ომალის ფეხზე მარტივად ყოფილი ვერ აჯობებდა. და ის რომ მას არევა დაჭირდებოდა, ეს წესით უნდა ცოდნოდა ისედაც. და მთელი 4 წუთი რატო დაკარგა, ხო? დათმო, ხო, ეს 4 წუთი ჩვეულებრივად. მოდი ერთადერთი შეგახსენებთ, შონ ომალის
თუ ვინმესთან აგებს ჭიდაობით. აი ხსენეთ. პიოტრიანია და რაბისთან რო არ ჭიდაობს, ნუ პირველი ოფცია რომ ისი ჭიდაობა არავისთან არ არის, ისიც კი მიხვდა რომ შრომალისთან ჭიდაობა უნდა გამოიყენება. ფაქტიურად ჭიდაობა იყო გადამწყვეტი, რითიც ნუ ის შრომალი მოიგო პიოტრს არ მოუგია, მაგრამ ნუ ევრიტვის რომ მოიგო, ხო და საკმაოდ საფუძვლიანადაც. და ის რომ ასე კარგად იბრძოლა აი პიოტრიანმა, ხარ აქ დავანებოთ, მოიგო არ მოიგო არა მნიშვნელობა, ის რომ ასე კარგად ებრძოლა შრომალის პიოტრიანი პირველ რიგში იმით იყო რომ ძალიან კარგად ურევდა ჭიდაობას. იმიტომ პიოტრ შრომალისთან მხოლოდ სტრაიკინგით მე ვქულებითო კი შეიძლება ერთი მაგალითი თუ მოვარტყი და გათიშე კი, მაგრამ ერთი ახლა იგი ვერ მოახერხა, მე კიდე ახლა მაგალ გათიშვაზე ხო არ არის. არტყმებით რაოდენობა ვერ აჯობებ ჯერ ერთი ძალიან კარგი სტრაიკერია და პლუს აქვს ძალიან დიდი წვდომი, რასაც ძალიან კარგად იყენებს, ხო? შესაბამისად ფაქტიურად რაუნდი პირველი რომელიც შეეძლო მოეგო, ყოველ შემთხვევაში ბევრად კონკურენტული ყოფილიყო დათმო პირწმინდად, იმიტომ რომ ძალიან გვიან გადაწყვიტა ჭიდაობა. გასაგებია რომ მესამე რაუნდში დაიღალა და ნუ ვერ ჭიდაობა, მაგრამ მარტივად არითმეტიკას გამოვიყენოთ და მარტივი არითმეტიკა. პირველი რაუნდი რომ მოიგო, აი ესე თუნდაც ცოტა ადრეა ჭიდაობით. მეორე რაუნდი ისეც მოიგო, ხო, ჭიდაობით ხოდაშორის. ისევ და ისევ მესამე რაუნდში კიდევ ერთხელ ვერ წააქცია, იმიტომ რომ დაიღალა. მაგრამ ორი რაუნდი თუ მოგებული ექნებოდა, ხო, ამხელა შანსი ჰქონდა, ხო უკვე. კი, თუნდაც დაღლილი იყო, მესამე რაუნდში უბრალოდ თავარი არ დაფინიშებული იყო, ხო? ჯადოუსონი და უკვე მინიმუმ ფრეჯიბეში ჰქონდა, მინიმუმ. აი ამას ვამბობ, აი ელემენტარული პატარა დაფიქრებაა, ხო? ნუ არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ის რომ უნარები და ასე ვთქვათ, გამძლეობა და თვისებები ადოქსონს აქვს კარგი მებრძოლის, აი IQ-ში კიდევ ერთხელ დავწუნდით რომ მოიკოჭდეთ, მაგრამ ნუ მაინც მივცეთ, რომ ჯერ მაინც ასე თუ ისე ახალგაზრდაა. რაც შეეხება შონომალის, კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ძალიან მაღალი დონის სტრაიკერია, შონი და საინტერესოა რა იქნება მისთვის მომდევნო წესი და რიგი ჩემი აზრით შონომალის განიხილება უკვე მომდევნო კონტენდერად, ანუ სავარაუდოდ მერაბსა და პიოტრიას შორის მესამე ბრძოლა რო ჩაინიშნება, აი გამარჯვებული და დიდი იმედია მერაბ თვალიშვილის შემდეგ მეტოქეობაზე ერთ-ერთი თავარი პრეტენდენტი იქნება შონომალი, რა თქმა უნდა უმარმოებადაც ექნება იქ პრეტენზიები იგივე ასე ვთქვათ სტატუსზე მე არ მგონია, მაგრამ მაინც არ გამოვირცხოთ ასევე რომ ჩაინიშნოს შონომალისა და უმარს შორის ბრძოლა უკვე ანუ კონტენდერის მათ შორის ურთიერთდაპირისპირებაში გადაწყდეს. მე არ მგონია, მაგრამ ნუ ოთხის გამორიცხული მაინც არ არის. და მივადგეთ მთავარ ბრძოლას ჯასტინ გეიჯი, პედი ბიმბლეტი და იგივე. სხვა ძალიან ერთი და იგივეზე საუბრობდი აქ ივენთამდე, როცა მთავარ კაზზე საუბრობდი, 4 ბრძოლაში ამაზე მქონდა საუბარი, რომ ძალიან დიდ ფავორიტად ვიდნენ ერთ და ასე არ არის. ასე მარტივად არ არის თქო, თუ გახსოვთ. იმაზე მაგალითად ჟინსილვა იმაზე ფანონდალეზე ჩემი ის იყო 50-50. და თან ამბობდი რომ დიდი ალბათობით მივა ბრძოლა იქამდე თქო. გაწელებამდე და იქ ახლა ბრძოლა თქო, ასე იყო, ასე იყო ასე. როუზ და მევას და სილვას შორის, აი რა შეეხება მთავარ ბრძოლას ჯასტინ გეიჯი, პედი ბიმბლეტზე. თუ გახსოვთ აქ ვისაუბრეთ ჩვენ იმაზე რომ ვერ ვხედავდით საერთოდ პედი ბიმბლეტს ფავორიტად და პირიქით ფავორიტად თუ აქ ვინმეს ვხედავდით, ყოველ შემთხვევაში პირადად მე ამას ვამბობდი, იყო ეს ჯასტინ გეიჯი. და ამაზე ვისაუბრე რატომაც, იმიტომ რომ ჯასტინ გეიჯი ბევრად უკეთესია. ნუ ახლა რომ გამოჩნდა უკეთესია, მაგრამ იქამდეც ვამბობდი, ვიმეორებ რას ვამბობდი. ბევრად უკეთესია სტრაიკინგში პედი ბიმბლეტზე თქო, გრეპლინგში ნამდვილად პედი, ახლაც ვფიქრობ რომ პედია მასზე უკეთესი, მაგრამ გრეპლინგამდე რომ მიხვიდი, ამისთვის საჭიროა რომ მეტოქე გადაიყვანო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ნუ დაიყვანო მიწაზე, ასე ვთქვათ. მიწაზე უნდა წაიყვანო როგორ? ან ნოკდაუნით, ან ტეიქდაუნით. ნოკდაუნში რო ჩააგო, კი, რა თქმა უნდა, არის ამის შანსი ყოველთვის, რა თქმა უნდა, შანსი ქონდა. ეს კი არა, რომ პედის საერთოდ შანსი არ ქონდა, მაგრამ ფავორიტი არ იყო თქო მას. მაგრამ ვინაიდან სტრაიკერი უკეთესია, ჯასტინ გეიჯი ნოკდაუნს ეს ართულებს პედი ბიმბლეტისთვის და რაც შეეხება ტეიქდაუნს, გავიხსენე ის რომ ჯასტინ გეიჯი all American მოჭიდავეო თავისუფლად. გასაგებია რომ MMA-ში ის თითქოს დაივიწყავდა, საერთოდ აღარ ჭიდაობდა, მაგრამ ეს უნარები არ გაქრებოდა და თან მით უმეტეს
რაღაცა პედი პიმბლეტთან ბრძოლის წინ ბუნებრივია რომ ჯასტინ გეიჯი მიხვდებოდა რომ პედი აპირებს მასთან ჭიდაობას გაიხსენებდა ასე თუ ისე და როდესაც ამხედრდა სკოლაგან გამოვლილი ჭიდაობის ის გახსენება საკმაოდ მარტივია ყოველთვის გამოთქვია მოსაზრება რომ მე ეჭება რომ პედი წააქციოს ჯასტინ გეიჯი და ისე აგიხდა ყველაფერი კარგი მართლაც ვერ წააქცია ის კი რამდენია ჭიდაობის გასვლა წავიდა იქ პირიქით გეიჯიმ ჩაათრია და ხო ჩაკეცა ასე ჩაიყვანა მიწაზე და თან ისეთი პოზიცია ჰქონდა რომ მისთვის აბსოლუტურად უსაფრთხო გრეპლინგის კუთხით გრეპლინგს ვერ გამოიყენებდა პედი ისე ჩაიყვანა ნუ ფეხზე ის რომ რა უკნა ნახეთ და ეს საერთოდ იყო გასაკვირი იმიტომ რომ ბევრად უკეთესი სტრაიკერია ბევრად ტექნიკური სტრაიკერია ჯასტინ გეიჯი კიდე პედი პიმბლეტი და ერთადერთი რაც ნამდვილად უმაღლესი დონის აჩვენა პედი პიმბლეტმა ის არის გამძლეობა რა თქმა უნდა სასწაულად ატყობს გაუძლო ნუ არ ვიცი მე ვერ ხვდები რანაირად უძდება ერთადერთი თვალჩეს რაზეც ვიფიქრე შესაძლოა ნუ სასახად ძალიან მაგარი ყმა აქ ამას კი არ ვამბობ რომ ყმას კი არ ასე ვთქვათ ყმის დამსახურებას კი არ ვაქარწყლებ უბრალოდ ვამბობ რომ შესაძლოა გარკვეულწილად გეიჯის დარტყმებს თად ბოლომდე ვერდებდა ძალაში ვინაიდან ძალიან სძლიერებდა და ზოგადად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დარტყმა მიდის ფეხიდან საყრდენი ფეხიდან და როცა საყრდენი ფეხით ისრიალებს იქ აკლდება გარკვეული ძალა იმას თუმცა კიდევ ერთხელ აშკარა იყო რომ ძლიერი დარტყმები ხდებოდა გეიჯი და შოშე და პედის და ნუ მართლაც გება მის ყმას სხვათა შორის კიდევ ერთი ფაქტორის ვთქვათ რომ მე ვფიქრობ რომ კიდევ უფრო დიდი სხვაობა არის რა თქმა უნდა მებრძოლ შორის და ჯასტინ გეიჯის ხო მე არ ვიცოდიამდე ივენთამდე ვიდეოს რო წერდი მე არ მახსოვდა ყოველ შემთხვევაში სტაფილოკოკის ამბავი როგორც უკვე უშუალოდ ივენთის წინ გავიგე გეიჯის აწუხებდა სტაფილოკოკის ინფექცია დაემართა და ეს ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო ასე ვთქვათ იქიდან აღდგენილი და ის რომ ჯასტინ გეიჯი დაიღალა ასე მალე და საკმაოდ პირველი რაუნდის მერე დაღლილი იყო პირველი რაუნდის მერე მას ეტყობოდა დაღლა დაღლილი იყო ცოტა ზედმეტი ნათქვამია ბევრად უფრო ეტყობოდა დაღლა ვიდრე პედი პიმბლეტს და ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს რომ სწორედ აი თუნდაც ის სტაფილოკოკი და ისე და ისე გარკვეულწილად ის ფეხის დასრულება სხვა შორის მერწმუნ ეგეც ძალიან ათულემდა ბევრად მეტი ის გიწევს ასე ვთქვათ რაღაცა სხეულის დაცაპვა იმისთვის რომ არ წაიქცე და ბევრად უფრო მეტი ძალის ჩადება მოძრაობებში მოკლედ არ ვიცი ისე უბრუნდები ამ კანვასის მდგომარეობას საშინელება იყო მათ ძალიან ცუდი ფაქტი იყო რა და იმედია ძალიან მალე გამოსწორდება და შავეს იმედია დასჯიან გააგდებენ სამსახურიდან რაღაცას უზომენ არ ვიცი ყოველ შემთხვევაში დასჯიან რა ვიცი მაგრამ მომდევნო ივენტზე იმედია კანვასი უკვე ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება რაც შეეხება რა იქნება მათთვის გულისხმობ გეიჯის და პიმბლეტის შემდეგი ნუ პიმბლეტისთვის მოდი პიმბლეტზე მე ვისაუბროთ გეიჯი ნუ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე რომ ამ ბრძოლაში წყდებოდა ილია თოფურიას მომდევნო მეტოქე და თან დრო როდის დაბრუნდება ილია თოფურია გამოთქვია მოსაზრება რომ თუ პედი გაიმარჯვებს სადაც აპრილში ნუ გაზაფხულზე სადღაც ალბათ ინგლისში სადმე იქნება უკვე ისეთ ძირითად კამარზე დივიზიონის უპირობო კამარზე მოდი ასე ვთქვათ ბრძოლა ილიასა და პედის შორის იმ შემთხვევაში მაგრამ თუ გეიჯი მოიგებს მაშინ დიდი ალბათობით თეთრ სახლში მოუწევს ილიას ჩხუბი გეიჯის დათქმა გამოვიდა თეთრი სახლის ვარიანტი ნუ ალბათ ჩატარდება თეთრ სახლში თუ თეთრ სახლში ივენტი მართლა ჩატარდება და როგორც ყველა ამბობს ჩატარდებაო ჩემი აზრით გარანტირებულად გეიჯი ილია იქ ჩაინიშნება სწორედ ნუ რაც შეეხება შანსებს ამაზე ბევრი საუბრობს და ახლა მე ბევრს ამ ვიდეოში არ ვისაუბრებ ბუნებრივია უდიდეს ფავორიტი ბუნებრივია ნუ და ბრძოლას რო უყურებდით ძალიან ბევრი მესმოდა ისე იწერებოდა ბევრი და ისე ან ერთს ან მეორეს რა შანსი უნდა ქონდეს ილიას ნუ აბსოლუტურად ვიზიარებ მეცამს ძალიან დიდი სხვაობა და ძალიან დიდი ფავორიტი იქნებოდა ერთთანაც და მეორესთანაც ილია ბევრი თვლის რომ თითქოს გეიჯის უფრო ადვილად მოუგებს იცი რა ადვილად შეიძლება ორივეს მოუგებს და მაგრამ მე ვთვლი რომ მაინც თუ ვინმესგან უფრო ზიანია შესაძლებელი ლიამ მიიღოს მაინც უფრო გეიჯია პედისგან აზიანი მიიღოს ფეხზე გამორიცხული საერთოდ ჭიდაობა და საერთოდ ვერ მივა აი გეიჯისთან კიდე რაღაცას იმოძრავებს გეიჯი მაგრამ პედი პიმბლეტი თუ ეგრევე პირველ წამებზე არ აჭიდავდა ეგრევე ყმაში მოხდება და იძინებს თუ აჭიდავდა და ნახეთ ხო
გეიჯის ვერ ეჭიდავს. ხო, ბევრი ამბობს რატო არ ეჭიდავა. როგორ არ ეჭიდავა? კარგად ნახეთ ბრძოლა. პირველ რაუნდში ვეცა ძალიან მალე ვესწავლა ჭიდავა, რომ ძალიან კარგად ისწავლა თავს გეიჯი. ეს ერთი. მე კიდე ესე მარტივი არ არის. როცა ხედავ, რომ მზად არის სტრაიკერით, ან რომელიც არათუ უბრალოდ მზად არის იმისთვის, რომ შენ ვერ წააქციო, არამედ რა თქმა უნდა ჩასაფრებულია და პირველივე ცოტა უყურადღებო შესვლაზე მოგცხებს ძალიან კარგად. ხო, ესე მარტივი არ არის. საკმაოდ ბევრისა და იმდენისა და რომ წნებში დაიღალა კიდეც საკმაოდ პედი პიმლედი. უბრალოდ ის რომ ჭიდაობამდე ვერ მივიდა ეს გეიჯის დამსახურება და მისი დიფენსის დამსახურება სწორედ. ასე რომ სადა ძალიან კარგი იცოდა რომ პედიმ რომ უნდა ეჭიდავა და ცდილობდა კიდეც, მაგრამ არ გამოვიდა და მე უკვე ვეღარ ჭიდაობ, როცა ამდენს გიტყავენ და ასე ქცევენ ასე გაზიანები უკვე ვეღარ ჭიდაობ. ხო, ეს მარტივი არ არის. ხო და იმას ვამბობდი რა ჭიდაობა ხო ილიას ეს ჭიდაობით ამის დააკრეთ პირიქით მე ის უფრო მესიამოვნება მართლა მოუწია ჭიდაობა ილიასთან იმიტომ რომ ნამდვილად ნახავთ რა არის ნამდვილი ჭიდაობა და ნამდვილი გრეპლინგი ილიას შესრულებით ხო და ნუ გეიჯისაც რა თქმა უნდა უდიდეს ფავორიტია ილია უბრალოდ გეიჯისგან უფრო მეტი საფრთხე მოდის გულისხმობ ილიასთვის უფრო მეტი კი რა იმაზე მეტი ვიდრე პედისგან მოდის საფრთხე გულისხმობ ნედან ლოუ-კიკები არის ეს იარაღი, რომელიც ზოგადად აქვს დამაზიანებელი. გეიჯის ასე რომ თუმცა თვითონ უფრო მარტივი მეტოქე მიიღო ილიამ ვიდრე პედის მოგების შემთხვევაში მიიღებდა ესე არ არის. დავდათ არ არის. თუმცა როგორც პედის ასევე გეიჯის შემთხვევაში რა თქმა უნდა უდიდესი ფავორიტი იქნება ილია თოფურია ეს შეიძლება მე არ გამოვრიცხავ რომ მე ვერ ვიხსენებ საჩემპიონო ბრძოლებში ყველაზე დიდი ფავორიტი რა მაჩვენებელი ყოფილა ანუ ბუკმეიკერების მაჩვენებელს გულისხმობ მაგრამ არ გამოვრიცხავ რომ აი ამ ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის ბრძოლაში ალბათ ყველაზე თუ არა ერთ-ერთი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი განსხვავება იყოს ფავორიტ ანდერდოგის სტატუსში სატიტულო ბრძოლებში როგორც არის ხოლმე ხო, პრინციპში ეს იყო მეტი დღეს თავს არ შეგაწყეთ, მე მგონი საკმაოდ მეტი ვისაუბრეთ. მომწერეთ თქვენი მოსაზრებები, რას ფიქრობთ, როგორ ვთქვით, მეთანხმებით, არ მეთანხმებით, რაში მეთანხმებით, რაში არ მეთანხმებით და კიდევ ერთხელ ამბობ თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და რა თქმა უნდა, იყავით ჯანსზე. გამაგარეთ.